გამარჯობათ ბატონო ლეიტენანტო. გამარჯობათ ბატონო ლეიტენანტო. გამარჯობა, დამუნა როგორ ახარ? კარგად თქვენ. მოლეთელი ამბავია. როგორ გამოიყურებ შენ შემოგელი? მადლობა ბატონო ლეიტენანტო. აბა ერთი ატეკი დამენახე რა. ო, ძალიან კარგი. მარჯვნისაკენ. კარგია, მარცხნისაკენ. სმენა. აუ შენ გენათა. სორდი. სორდი ცოტა. აუ კარგია. ზურგისაკენ. ოპა, კარგია. ო შენ გენათა. კარგია, დაჯექი გენაცვალე, დაჯექი. ესა როგორ აქვს საქმეები პირადული ეს შეგენა შეგელაცვალე. ოიცი, თამუნა, შენ რო ვიღაცამ გაგაბრაზოს, ეგრევე ჯარში წავევა. ეგრევე შეგენაცვალე. შეგენაცვალე, თამუნა. შეგენაცვალე. შეგენაცვალე შენ. რა ხდება, აბა მოგევი ახლა წვევანდელები მთელი ამბავი რა არის? გეტყვით ახლავე მოგახსენებთ, ესე იგი გავაგზავნეთ 400 უწყისი. წვევანდელები. 400 უწყისი, ძალიან კარგი. მოვიდა 3. 400-დან ძალიან კარგია, მე რა გინდა? ძალიან კაია. შვენიერი მაგას 1-2 კაცის დავამატოთ და შვენიერი ბატალიონი გამოვა. როგორ გამოვა ბატალიონი? როგორ გამოვა რა ეხლა შარშან ერთი კაცით რა არ გავაკეთეთ შვენიერი 20-ეული? დიახ ბატონო ლეიტენანტო. შემოვიდნენ რა. მოსულები არის. მომძანდით. მომძანდით. მიდი რა ისე შენებურად რა მიდი. სორდიობოთ, ხო იცი სორდი ჯერდით. მობრძანდით. მოდიან. გამარჯობა. აუ, რა ახალგაზრდები. მომძანდით. რა ახალგაზრდა, ვა, გიტარი ქორწილიდან მოდი, ხარ? შეგენაცვალე. დავძანი, ნახე რა ახალგაზრდები მოდი. თამუნა, ხედა? თქვენ შემოგელდა თქვენ. ძალიან კარგი რომ მოხვედით. გვარი თქვენი? მალხაზიშვილი. მალხაზიშვილი. ის ლექსი იცი შენ? მალხაზიზე ბიჭო, აი მოდი ხო, ნახე 1-2 რამდენად. პოეზია მიყვარს რამე თვითონ. ძალიან კარგი. რა ამბავში მიდიხარ ახლა ჯარი რაღაც, აბა? მოხალისე ვარ. მოხალისე ხარ. ძალიან კარგი, მოხალისე ძალიან კარგი. თქვენ? თქვენინებით მიბრძანდებით? არა. თქვენით არ მიბრძანდებით? არა. ესე იგი თქვენინებით არ მიბრძანდებით? არა, ძალით. შენინებით არ მიდიხარ ესე იგი შენ? არ მიდიხარ შენინებით ესე იგი? კი. ძალიან კარგი. რას ლაპარაკობ? შენი ჯარში არ წასვლა იქნება. შენი ჯარში არ წასვლა იქნება, შვენიერი ჭაბუკი ხარ. ჯერა ნახე მარტო. ნახე შენ გენაცვალე. რამდენი წლისა ხარ? 28. 28. მე ჯარში წასვლა არ გინდა, მე 28 წლის ვიყავი, რას ლაპარაკობ? ხიშსა გავდი, ოღონ ჯარში წამიყარ. არა, დიახ ბატონო ლეიტენანტო. ეგრე არის ხო? დიახ. შენ გენაცვალე. რას ლაპარაკობ 28 წლის ჯარში? რა გვარი ხარ? ბარათელი. ბარათელი. მე რო ბარათელი ვიყავი, რას ლაპარაკობ? ისე დამბავში ვიყავი, ბარათელი. ჯარში არ გინდა წასვლა. როგორ გეკადრება? ჯერ ნახე, სულთა ჯარისკაცის სტანი, არა, თამუნა. კი. სულთა ჯარისკაცის სტანი აქვს რა. ნახე, როგორ так მუჟიკა შენ გენაცვალე. შენ გენაცვალე, სულთა ჯარისკაცის და გვარიც როგორ სულთა ჯარისკაცული გაკ ეგეთი არაფერი მინახია, თო. ბარათელი სორდი, როგორია? ბარათელი სმენა, ბარათელი დავაი კაზარმა დაალაგებლიათ, როგორია? მოძია ბჭერანა, კაცო, დაჭი. დაჭი. შენ რა გვარი ხარ? მე თანდარაშვილი. თანდარაშვილი, ის იცი თანდარაშვილებზე? თან წვიმს, თან ღამეა, თან სიყვარული ანათებს, თან მიდი, თან. მიყვარს რა ახლა პოეზია, ცოტა ის. არა, თამუნა, ეგრე არ არის, შენ გენაცვალე. აბა, შენ რა მიზეზით მიდიხარ ჯარში? მე უბრალოდ შეყვარებულ შევპირდი არ მიგატოვებ მეთქი და მეც უნდა წავიდე ახლა.
ძალიან კარგი მისასალმებელია, ძალიან კარგი. ძალიან კარგი ახალგაზრდები ხართ. ეხლა 1-2 სიტყვით ჯარის შესახებ გეტყვით რა. რა არის? სად მიდიხართ? ხო უნდა იცოდეთ. ერთი რაღაც დაიმახსოვრეთ რა ეხლა. ჩემი ჯისტოლები ხართ და. ჯარში თუ მიდიხარ არა და თუ აიდან იმ გაჭირვებას თუ აიდან იმ გამძლეებას ვარჯიშს თუ აიდან იმ შიმშილს თუ აიდან იმ კარჩაკეტილ იმას თუ აიდან იმ ყველა სიდუხჭირეს თუ აიდან მე აქ რო ჩამოხვალ ჩათვალეთ რომ მამუკაყლოთ თან ბეზბაზარა მოხდები ეგრევე მამუკაყლონთა ბეზბაზარა 100% მამუკაყლონთი ახლა კი იცით რამხელა ზვანის რამხელა გენერალი არ არის მაგახტება რას ლაპარაკობ ჯარი არის აი სუფთა ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის პირველია ჯარი აი შეხედეთ როგორი ვიყავი ჯარამდე ურე როგორი ვიყავი ჯარამდე და როგორი ვარ ახლა ძალიან კარგი ძალიან ახლა მაინტერესებს ჩვენ თამუნა ვისაც გინდათ ახლა რომელი ზოგს არტილერია ზოგს ის უნდა რა ისინი გვაქვს გითხარი ესე იგი ადგილები გვაქვს კავალერიაში, არტილერიაში, გეომეტრიაში და დიზენტერიაში. გეომეტრია დიზენტერია. ტანკისტი მინდა მე. რა გინდა? ტანკისტი. ტანკისტი? არა, ტანკისტობას არ გერჩევ შვილი, რატო იცი? ეხლა რაღაცას მოგიყები მე შენ რა. ერთი ახლობელი მყავდა ჩემ ჯარის მეგობარი. წავიდა ეგრე და ტანკისტა ჯარში, ტანკისტის კურსები გაიარა, მთელი ამბავი გაიარა, თუდასუდა მერე ჩამოვიდა აქა. ეს ტანკისტობა ყველაფერი შესწავლილი ქონდა და დაიწყო სადღაც რედაქციაში მუშაობა. დაიწყო და მერე კაბინეტში დაუკიდეს რაღაცა გრენლანდიის პეიზაჟი, ყინულებით იყო ეს რა, სურათი. ო და დაუკიდე და ჩამოვარდა ერთ დღესაც დაეცა თავში და ძლივს გადაარჩინეს. რა გინდა ეგეთი ტანკისტობა? გინდა? არ გინდა. ეხლა რაც შეეხება ჯარში გასინჯვის გარეშე, სამედიცინო შემოწმების გარეშე ვერ წავალთ, ხო? შენ გელნაწვალეში, რა, გრაფ შეგაშინა. ამას არა, იმას. შემოწმების გარეშე ვერ წავალთ, ასე ამიტომაც არის ჩვენთან სერჟანტი. გაიცანით, სერჟანტი თამუნა ლეკვეიშვილი, არაჩვეულებრივი სამხედრო პირი, არაჩვეულებრივი ადამიანი, არაჩვეულებრივი გალბატონი ნაშა. არაჩვეულებრივი გალბატონი ნაშა, თამუნა გასინჯეთ ხო? მობრძანდით თქვენ. აი, ადექით. ეს რა ასოა? შ. ისტორია. შ. ეს რა ასოა? ა. ესა? ბ. ანბანი იცის. შემდეგი. დავბრძანდით. არ წავალ მე ჯარში. არ შეიძლება ჩემი ჯარში წასვლა. ავად ვარ მე. რატო? რატო და მოლანდებები მაქვს რაღაცები? მეჩვენება, ბატონო. ჩემო. რა გეჩვენებათ? რა და მაგალითად სახლში რომ მივალ, კარადას გამოვაღებ და მეჩვენება რომ შიგნით შიშველი კაცი ზის. ესე კარადაში გეჩვენება რომ შიშველი ო კაცი. შიშველი კაცი ზის კარადაში. ვა დაიცა ცოლი ხავ შენ. აბა აბა არ გეჩვენება მაშინ. შეგელნაცვალე. ისა მეც მაქვს რაღაც პრობლემები, რაღაც ავადმყოფობები მაქვს მეც. გასტრიტი მაქვს, ქოლეცისტიტი მაქვს, ცისტიტი მაქვს, კოლიტი მაქვს, გულის არითმია მაქვს, ვენების გაგანიერება, გლაუკომა მაქვს და მენინგიტი. სამაგიეროდ მეხსიერება მქონი არაჩვეულებრივი. შეგელნაცვალე. რას ლაპარაკობთ? მეხსიერება არაჩვეულებრივი, ეგრევე სამხედრო არქივში მოეწყობი ჩვენი რა. რას ლაპარაკობ? ეხლა დროა რომ ავიწონოთ. დავიწონოთ, აბა მიდი. არა, მე აწონვის შიში მაქვს. კარგი, შემდეგი. კობო, შენ რო აიწონო? არა ჯერ შენ წონა უმცროსისა. არა, აიწონე იქნება გატეხოდა. არა, ბარათელი არ არის ვარგისი ჯარისთვის. რატო არ არის ვარგისი? იმიტომ რომ ჯარისკაცის დასაჩვევ წონაზე 500 გრამით მეტია. 500 გრამით მეტია.
ვა. არც თანდარაშვილი. 500 გრამით ნაკლებია. ეს ნაკლებია? ის მეტია. ის მეტი. ვა, რა ვქნათ? რა პრობლემა გახადეთო? მაშინ ავდგეთ და ბარათელი ვაჭამოთ იმას თანდარაშვილს და გაწონასწორებიო. ეგ არის რა. გამარჯობა. გამარჯობა. უწყება მომივიდა თქვენგან. რა ხდება? რა ხდება გენაცვალე? არის იცი რა ხდება? არა, არ ვიცი. ჯარში უნდა წახვიდე. მე ჯარში ვერ წავა. რატო? რატო და თითი მძვრება. თითი გძრება? დიახ, აი. აი. ნუ მაიმუნობ ვე რაღაცებს ახლა თითი არა ისა გძრება. ვიხუმრე. ვერ წამოვალ. ხედველობა პრობლემები მაქვს ხედველობაზე, ქალბატონო. კალბატონი ეს არის, გაუფორმე რა. არა, არ გააფორმოთ. არ გეგონოთ, რომ ეხა ხედველობა კი მაკლია მე, მაგრამ უნამუსო არ გეგონოთ. ხელცარიელი კი არ მოსულა. აი ეს ბამბანერკა თქვენ. იჟი ესა ვინ? აუ გამარჯობა. რა არის? კომისარი. მოდი. ისიც ჯარში გაწევის ცნობა მომივიდა და მე მგონი შეცდომა. ჯარში არა, შეცდომა როგორ იქნება ახლა? ჯარში უნდა წახვიდე გელაცვალე. არა, ჩვენერი ახმახი გოგო ხარ, ასლაბა. მაგრამ გაციებული ვარ და ვერ წავა. გაციებული ხარ? ვა. იასნა გაცივდებოდი და შენ კლიპს რო უყურე, იქ ტიტლიგანა დარბოდი მწვიმაში და იმაში. კიდე როგორ კარგად. გაცივდებოდი. აი, ხედავთ როგორია ვაშკაცი არის. აი ეს მიდის ჯარში გაციებულია და თქვენ კიდე ვაშკაცები და კი არა ბიჭები ხართ, კალები ხართ. ჩვენ წავალთ. წახვარ დაბარა. წახვარ. კარგით, მე სხვა კომისარიატებშიც მეჩქარებო და ნახვამდის. ეხლა რაც შეეხება ჩვენ ჯარში რომ მივდივართ, უნდა ვიცოდეთ სამხედრო ტერმინები რა, იქ ბევრი სამხედრო ტერმინი გვაქვს. მაგალითად, აი რაღაცა ტერმინს დავიწყებ და თქვენ დაამთავრეთ. გასაგებია? აი მაგალითად სწორ კუთხა სამკუთხედი. რა სწორ კუთხა სამკუთხედი? სწორდი? სწორდი არ არის სწორი. კი, ბატონო ლეიტენანტ. დალშე მაგალითად სმე დანა. აზე არა ხართ ვაფშე, რა სმეტანა. არა ჟანი არის სწორე. არა ჟანი, всё. რა პირობებია ჯარში? ხომ ვერ გვაქვს. პირობები ეხლა გეტყვით რა. პირობები არის აი, კაკ სუპერ რა. სუპერ? ფრანგები როგორც იტყვიან. აი ჯერ არის დილას ადგომა, შვენიერი იქ, აბაზანა, ის არის ბასეინი, ფიტნეს კლუბი, მერე არის სადილი, მთელი ამბავი, პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე. მერე არის გართობა იქ, ლაშქრობები, რაღაცა თამაშობანი, თუდა-სუდა. მერე არის საღამოს უკვე კინო, ბარი, თუდა-სუდა, გულაობა, რაღაცა, გოგო, ყველაფერი რა მოკლედ რა. მერე რა ეხლა? მერე ჭირი იქა, ხინი აქა, გატო იქა, ფქვილი აქა. კარგი, წავალთ მაშინ ჩვენ. ერთი რაღაცა მინდა კიდე გითხრათ. თუ გაგიჭirdეთ რაღაცა პრობლემა გექნათ, ეგრევე დამირეკეთ მე. bez ბაზარა დამირეკეთ, მოაგვარებ ეგრევე. ჩემი მობილურის ნომერი დაიმახსოვრეთ ან ჩაიწერეთ. ის არის მობილური 30 36 18. წინ რა არის უკასო? წინაც ეგ არის რა. ხო, ეხლა პაჩცი წავედით ჩვენ. გავალთ ხო? მაგრამ აი რა, ეხლა რო შევალთ რაღაცა ხო გინდა ეგ შემართებითი საბრძოლო სიმღერა. რაღაცა აი ესეთი. აი შენ გეწოდინება. მე ვიცი. მიდი რაღაცა აი შენ იქ რო გავირეპეტიციოთ მე იქ ჯიგრულად. კი ბატონო. შემართების სიმღერა. ჯარში დილით მთავარი არის ადგომა. მე ძმაკაცებთან უნდა წახვიდე ბრძოლის ველზე.
მამალი უნდა აკეთო კიდე უნდა ალბათ იამო და უნდა ჰეი დაიძახო მაგრამ როდესაც საძილში დაწვევი და თვალებს დახუჯავ მომენატრება დამრიგებელი ბიცოლას მჭადი მამის დუმილი და შეყვარებულის ყურმილი იან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 анan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